მოგესალმებით, დღეს ვიმყოფებით ლილო არენაზე. შევიკრიბეთ რამოდენიმე ადამიანი, ძირითადად სამეგობრო წრე და მოსულები ვართ სავარჯიშოდ. სავარჯიშოდ იმისთვის, რომ გავზარდოთ ჩვენი სქილები, მართვის უნარები ავიმახლოთ და უფრო ტონუსი და ისე ვიყოთ რა ფორმაში მოკლედ. დღეს ვივარჯიშებთ უფრო ტრეკის მიმართულებით გვექნება ვარჯიში და შევეცდებით, რომ ჩვენი შედეგები გამომუჟობესოთ. მე ფიზიკურად ვერ, რადგან ფეხი მაქვს ნაღზობი და ფეხსაცმელს ვერ ვიცმევ, წინაზე მომივიდა პატარა ფეილი და ფეხსაცმელს ვერ ვიცმევ დროებით. მოკლედ. ვინც ვარჯიშობენ კიდე წარმატებები და ძალიან ბიჭები არიან, რომ ვიდეოები და ესე მოდიან ორგანიზებულად დილის 9 საათიდან უკვე აქ არიან და ვარჯიშობენ. შეგიძლია რომ ტრეკი ვაჩვენოთ ჩვენს მაყურებელს? ძალიან მაგარი ტრეკია იმისთვის, რომ ჩვენი სქილები მოსახვევებში გავზარდოთ და გავამუჯობესოთ და გაკვეთილებზე ჩასაწერად, დასაჯავშნად შეგიძლიათ რომ მომწეროთ მოტოჰოლიკის გვერდზე აუცილებლად გაგიწევთ კარგ რეკომენდაციებს დაგეხმარებით და გაგიტარეთ ინდივიდუალურ გაკვეთილებსაც. ეხლა კი რაც მინდა გითხრათ, ტრეკის გაკვეთილები ტარდება ლილო არენაზე, დანარჩენი გაკვეთილები კი ტარდება მახათაზე. უკვე ჯერ აქ ვართ და პირველი საათიდან გადავინაცვლებთ უკვე მოედანზე, სადაც საბაზისო გაკვეთილები, მართვის შესწავლა, საგამოსტოთ მომზადება, ჯიმხანა და ესეთი რაღაცეები იქნება, ვილი და ასე შემდეგ. ეს იყო ის თქმას მინდოდა და ეხლა ცოტა კადრებს კიდე შემოგთავაზებთ ამ ტრეკიდან, რაღაცა მონაკვეთებს გადავიღებთ და გაჩვენებთ უკვე რა, თუ რაზე მიდის ვარჯიში როგორ და ასე შემდეგ. დროებით. მომსამდით ლილო არენას და ფოტოებს გავაგიღებთ ხოლმე. საბა რამდენში არა? ყველაზე კაი დროა, აი შეხედეთ 57 გავტეხეთ იდეაში რა. აჰა. ხა ეს არ არის GPS-ის სისტემა არა, ნუ რაც სიზუსტე შეგვიძლია ესა. შარშან საუკეთესო დრო იყო 58-34. ხო. ამ მარშრუტის რეკორდი არის გიორგი ბუილოვი, უძლიერესი რაიდერი, ულამაზესი მართვის სტილით. ულამაზესი ტიპით. ძმა, სანამე მოვალ აქ. ესე იგი უკვე ცოტა ვიარეთ კიდევაც იარეს ბიჭებმა და ეხლა უშვებთ როგორ უშვებთ? ესე იგი იდეა არის რომ ტრიუმფს ჰქონდა წუთი 06, კავასაკის ჰქონდა წუთი 08, ანუ უხეშად 2 წამამდე დროით უფრო სწრაფი არის ის რაიდერი. შესაბამისად ეხლა შევლენ წყვილში, მაგრამ უფრო ნელ რაიდერს არ ექნება ტეიქოვერის, ანუ გადასწრების უფლება უსაფრთხოებისთვის. იდეა არის ის, რომ მზდიოს პერიფერიულად დაინახოს სად არის მის წინ მყოფი რაიდერი, თვალით თვითონ თავისი ტრაექტორია არ დაკარგოს და აკონტროლოს და როცა მოურჩებით გარბენს, განსაზღვროს ქონდა თუ არა დაწევის ან გადასწრების პოტენციალი, მაგრამ მაგას არ ვაკეთებთ რეალურად აქ უსაფრთხოებისთვის. ესე იგი იწყებენ გარბენას. სეროფ როგორ? როგორ უნდა? ვიდე ერთი ჩაქნიე რა. ჩაქნიე ერთი. ბიჭო, მზად ხარ? მოკლედ, ეს იყო რისი ჩვენებას მინდოდა. შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ, ივარჯიშოთ ჩვენთან ერთად და განვითარეთ. მეც მალე შემოგიერთდებით, ფეხი მომირჩეს და დავიწყებ მეც ვარჯიშს სერიოზულად და ეხლა უნდა წავიდეთ უკვე, რადგან 12:30-ია. მე უნდა წავიდე ყოველ შემთხვევაში და მოედანზე პირველ საათზე მოსავლები ვიყავ ჩატარებული. იმათ უნდა მივხედო ეხლა. ხო და ეს იყო ჩვენებას მინდოდა, იმედია დაგაინტერესებთ, იმედია რომ გამოვყვებით და შემოგვიერთდებით რა. აბა დროებით.